თქვენ ყველა ნახეთ ასეთი ლამაზი წიგნია. მე სტაკითხულიც აქვს უკვე. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ პირველ რიგში, რომ პატივი დაგვდეთ და მოგბრძანდით. ასევე ძალიან დიდი მადლობა წიგნის სახს, რომელმაც მოგცა საშუალება ამ ლამაზ დარბაზში შეხვედროდით. ძალიან მნიშვნელოვანია ვფიქრობ დღევანდელ დღეს ამგვარი შეხვედრები ადამიანებს შორის. თქვენც კარგად იცით, რომ ისეთი დრო დადგა, რომ ადამიანის ურთიერთობები გადავიდა ვირტუალურ სფეროში და როცა ადამიანებს საშუალება ეძლევათ, რომ დღეს ამ არც თუ ისე ადრულ დროს რომ შეხვდნენ ერთმანეთს და მით უმეტეს მაშინ, როცა შესაძლებელია ხელოვნებაზე საუბარი, როცა ხელოვნების გამო ხვდებიან ადამიანები ერთმანეთს და თავიანთ აზრებს უზიარებენ, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს დროს. ასევე მოგზაურობები შინაგან სამყაროში, როცა ადამიანებს შეუძლიათ იმოგზაურონ და ამის საუკეთესო მაგალითია წიგნი. წიგნის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ვიმოგზაუროთ სხვადასხვა დროში, სხვადასხვა ეპოქაში, შეხვდეთ სხვადასხვა ადამიანებს. შეგარიცობით, თეაირე მაშვილი ვარ, მწერალი, იურისტი და არაჩვეულებრივი ქეთა მერკულაძის მეზობელი. მადლობას გიტყვით, რომ მოხვედით ნამდვილად და ეს საღამო გინდათ რომ ჩვენთან ერთად გავატაროთ. რატომ არ ზრდავს იმის უფლებას, რომ ამ წიგნზე ვისაუბრო? პასუხი არის ძალიან მარტივი. წიგნშიც ნახავთ, რომ ჩემი წინა სიტყვაა ჩაწერილი, შესაბამისად ქეთას მერე შეიძლება ითქვას და გურის შემდგომ მეტნაკლებად კარგად ვიცნობ ამ წიგნს და ეხლა გადავიდეთ ქეთაზე და ამ წიგნზე. ქეთა გარდა იმისა, რომ არის არაჩვეულებრივი მეგობარი და არაჩვეულებრივი მეუღლე, ის ძალიან ნიჭიერი გოგოა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველა მიცით, უბრალოდ მინდა აღნიშნო ქეთას დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ. ეს არის ადამიანი, რომელიც არასდროს არ ცდილობს საკუთარი თავი წარმოაჩინოს იმ კუთხით და კუთხითაც რეალურად ის არის, რომ ძალიან ნიჭიერია თავისი ხატვის გამო, შეუძლია ძალიან ბევრი წეროს და წეროს ისე, რომ დააინტერესოს ნებისმიერი ასაკის მკითხველი. მათ შორის ბავშვებიც, ზრდასრულებიც ხართ. დაგული ვარ, ყველა სიმღერად მოგვეწონა ეს და იმდენად დიდი სიამოვნებით წავიკითხეთ. თითქოს ამ ინდიელთა ხალხის და ტრადიციების თანამონაწილეები გავხდით. ანუ მკითხულობ და ხვდები აი იმ საოცარ სამყაროში, სადაც იყო მუნას, მეუღლეუნას შვილები. თითქოს მეც მათთან ერთად გავდივარ იმ რაღაცა საფრთხო მონაკვეთებს და თავგადასავლებს, რაც რეალურად ამ წიგნში. ამიტომ ძალიან კარგია, როდესაც ადამიანს ამ ყოველთვის გამოხატვის უნარი და ნიჭიერება აქვს და ქეთამ ეს ნამდვილად შეძლო. და ყოველთვის თამაშობდით ინდიელოვანას, როგორც ყველა ბავშვი. ხო სწორია, ჩვენ გვქონდა პატარა ვიგვამი გაკეთებული, ასე რომ ვთქვათ, ზეწრისგან. მე ყოველთვის ვიყავ ინდიელი, ისინი ხან კავბოები, ხან ინდიელები, თან ისეთ სათამაშო ინდიელების გქონდა. მე ცოტა რომ წამოვიზარდე, ყოველთვის მიყვარდა ბავშვობიდან კითხვა. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ლიტერატურის თავგადასავლების, როგორც არის ფენმორ კუპერი, მაინგეიტი, ჯეიმს კერვუდი და ნუ კიდე არაერთი, მაგრამ განსაკუთრებით შემიყვარდა ჯეიმს კერვუდისა და ფენმორ კუპერის მიერ. ალბათ ყველას გაგწაკითხული უკანასკნელი მოჰიკანი, ან ნანახი გაგდეს ფილმი. ну აი საოცრად აღწერილი ეს ტრადიციები, კულტურა, ну აი მათი განცდები და ყველამ ვიცით ალბათ როგორი ტრაგიკული ისტორია ჰქონდათ ინდიელებს, მაგრამ მადლობა ღმერთს, ახლა ტექნიკა ისე განვითარდა, მეენები ვიცით და დაუკავშირდი ალბათ 10-20 communities, ასე რომ ვთქვათ, ჯგუფის წევრი ვარ. მე მათთან მაქვს კავშირი, ისინი არაჩვეულებრივი ადამიანები და რაც მთავარია, მინდა აღნიშნო, ისინი არიან მორწმუნე ქრისტიანები. I know that you are proud of me and you are praying for me and you are watching me and now you are encouraging me to have a good presentation and I will yes, I will make it good. და ვილიამის უმეუნება, რომ იარე ქრისტეს გზაზე, იარე ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი ეს არის ქრისტე. ხალხო, ინდიელი მომას კეთვის. მართად და მორწმუნე ადამიანს რაზეა საუბარი? ესე ჩემი დედოფილი მინდა მოვიკითხო, Cindy, Mama, I love you so much. I know you are ill and now I wish you
to get well soon. And your daughter, you can be proud with your daughter because I'm doing everything, doing best to promote our culture, our native culture, and of course traditions. Isn't ძალიან გვანა ჩვენ გურამ ძალიან იმიტომ რომ როდესაც ველაპარაკებ და ვამბობ მე ვარ კავკასიელი, ქართველი, ისინი ამბობენ თქვენ გამოირჩევით ტრადიციით, თქვენი კულტურით, აი ამითი ვართ უნიკალურები და ნამდვილად მეგონი ამითი ვართ დასაფასებელი ყველა ერის მიერ. და ისინი ძალიან საოცრად ტრადიციულები, ძალიან უყვართ თავიანთი შობლები, აქვთ კულტი, რასაც ქვია დედის და მოხუცების. აი საოცარი, ზუსტად ჩვენ გვანან, ასევე უყვართ სიმღერები, ჩემი მეგობარი გაგვილამაზებს ამ საღამოს ლუის რუბენსი, ეკვადორიდან, რომელიც არის ინდიელი. ასე მგონია, რომ წინა ცხოვრებაში ვიყავი და სხვათა შორის მადლობა ერთ-ერთ ბელაც, რომ აი ამ სიმღერის მერე, როდესაც დავდა ეს მე ერთ-ერთ საიტზე, მან მიწოდა მე შენ ხარ ჩვენიანი და შავი დათვი მწვანე თვალებით. ეს არის ანუ ტოტემი, მფარველი, ასე ვთქვათ, ყველას ყავს თავისი მფარველი ის ხო, როგორც ანგელოზი და რაღაც კი. და რა ვიცი, ძალიან მიხარია, რომ ესე დამაფასეს და სულ უყურებენ ხოლმე ჩემ ნახატებს, იმას ყოველთვის სკოლში შემადგენლობენ, მაგრამ ეს ძალიან დიდი პატივია, როდესაც ინდიელის ერთ-ერთი სეუსტომის იყო მახსოვს, მიწოდა რომ შენ რა გინდა მან, უნდა ჩამოხვიდე აქ ჩვენთან. კარგ, გიმღერებთ ახლა, უბრალოდ სრული სიძნაი მჭირდება და მოგეცება. ეს არის იავნანა, ჩვენ ქართულანას არაფერი არ შეეძრება, მაგრამ ეს ჩემთვის განსაკუთრებულია, ესე მგონია ჩემ მომავალ შვილს უმღერი და აუცილებლად ვიმღერებ. კარგით. Chief Joseph და ჯერონიმო, ალბათ ყველას კარგია ჯერონიმო, რომელიც იფარხება ამ სახელს ჯერონიმოს. უძლიერესი ბელადები და მე ვფიქრობ, რომ ესეთი ვარ ვაჟკაცი, აი რატომ აქ უნდა შეაღწევი ზუსტად ესეთი ვარ ვაჟკაცი ძლიერი და ებრძოლი სულის ადამიანები იყვნენ და ესე უცებ არ დანებდნენ ისინი, მაგრამ სამწუხაროდ ტრაგიკულად ბევრი მათგანი დაიღუპა. და რაც თავია, გარდა იმისა, როგორც კი თაობიდან თაობას გადასცემ, ეხლაც კი რეზერვაციაში, ბევრი ჩემი მეგობარი ცხოვრობს რეზერვაციაში, მაგრამ სულ ცდილობენ, რომ თაობიდან თაობას გადასცენ თავიანთი კულტურა, თავიანთი ტრადიცია, მათი ტკივილია, მე არაერთ მათ წამოწყებაში ვარ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მაგათ წარმომადგენელი საქართველოში მე მეცდავ დავირქვი და მათ უხარიათ. ვიტყოდ კეთა ჩემი ოჯახის წევრია და თვითონ ნაწარმოებთან მიმართებაში შესაძლოა დიდად არ გავშალო, აზრობთ, მინდა ის სწორად აღიქვა თქვენ მოტივაცია.
ქეთას დამოკიდებულებისა აი ამ ხალხის მიმართ, იმიტომ რომ ქეთა შეიძლება არ ახსოვოს ჩვენზე უმცროსია და საკმაოდ კარგად გათვითცნობიერებული ხალხწოდნეობაში, ეთნოგრაფიაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში ვაგვოყოლდა, რომლისგანაც მეცოდით ეს ისტორიები შეიძლება სახელები კარგად ვეღარ გაიხსენა ქეთა, მაგრამ რაღაცა აზტეკებიდან, ინკებიდან, ტოლტეკებიდან დაწყებული სიუს ხალხი იყო თუ ასე შემდეგ ჩინური ამერიკის ცხოვრებები ქეთას რატომაც ემპათია გაუჩნდა ასე ვთქვათ ამ ხალხთან მიმართებაში პირველ რიგში ეს არის ის რომ თავადაც არის ჩაგრული ერის შვილი ხალხთან ემანდა რომ კონტექსტი აღიქვათ სწორად აი ამ ხალხის ასე ვთქვათ ის მრავალგზის ექსპანსია რომელიც განხორციელდა მათთან მიმართებაში ჯერ კიდევ რა ვიცი კორპანდა პერიოდიდან მე-15 საუკუნემდეც კი სხვადასხვა ჩრდილოევროპელი ხალხების მიერ ამათ ჩვენი ტელევიზიის ტელეკომპანია თრიალეთის უკვე ტელესახეა იყო ჩვენებში რომელსაც მე და დედაჩემი ხელმძღვანელობდით და თავიდან ვიცოდი რომ ძალიან კარგი ტელეკომპანია გამოვიდოდა და დადგებოდა თავიდან ცოტა ყოფილობდა რომ თუ გამოვიდა მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ ის შეიძლება და უნდა აღნიშნო რომ ქეთას განსაკუთრებულად მიჭირი სტუმრები ყავს ხოლმე განსაკუთრებულად მიჭირი და კარგი სტუმრები ყავს და განსაკუთრებულად საინტერესო გადაცემა გამოდის. თვით უგვაქვს რომ მე რა დავინახე ამ ნაწარმოებში და ქეთას პიროვნებასაც შევაჯერებდი. ქეთა არის მრავალმხრივი ნიჭიერი ადამიანი, რომელიც მიუხედავად თავის ნიჭიერებისა დაცლილია აი მისგან რომ რაც შემოქმედ ადამიანებს ემართებათ, რომ სხვებში რაღაცა შურის მომენტები როცა ეწყებათ, ქეთას ეს მომენტი ნამდვილად არ აქვს. პირიქით ემპათიურობაც აქვს და ეს მომენტები მის პიროვნებას ახასიათებს. ახლა რაც შეეხება თავად ნაწარმოებს ორივე სიტყვით ვიტყვი, ოღონდ პერსონაჟებს არ დავასახელებ და ძირითად მომენტებს ვიტყვი, იმიტომ რომ რაც თავადაც დაასახელეთ მაინდრიდის, ჟიულ საბავშვო ლიტერატურის ჰენიბალ კუპერი რა თქმა უნდა თუნდაც კუპერის ხანაში და ყველაფერი ის რაც ჩემთვის მშობლიური და ბავშვური იყო, რასაც ვკითხულობდი სულ მუდამ აი თითქოს ქეთამ გააცოცხლა და დავამატებდი რომ თითქოს ერთგვარ ბეწვის ხიძეც გაიარა, რაც მან დიდებულად შეძლო, იმიტომ რომ არა მხოლოდ საბავშვო ლიტერატურაში გადის ეს ნაწარმოები, არამედ და სულმაც რომ წაიკითხოს, კარგ მესიჯს დაინახავს და გზავნილს. პირველი ნაწარმოების ორ ნაწილედობის გაგება რაც აქვს, პირველში რაც იყო, პირველში ერთგვარ რასობრივ განსხვავებას არღვევს, ანუ თეთრკანიანსა და წითელკანიანს შორის სასყარო ურთიერთობის შესახებ. ხომ რატო? იმიტომ რომ ბოდიში რომ გაწყვეტნებ, იმიტომ რომ არავის არ შეედარებინა პოკაჰონტასთან. ეს არაა ხალხო პოკაჰონტასი, ბევრმა მითხრა. და მეორე ნაწილი უკვე რაც იყო, მე არ წავიდი სხვათა შორის. დიდად მეც ვერ აღვიქრი. ძალიან ბევრმა ეს შეურაცხყოფა მოვაყენეს პოკაჰონტასი, ეს არაა პოკაჰონტასი. კი ბატონო, მასე თუ ვიტყვით, მაშინ შექსპირს აღარ უნდა დაეწერა რომეო და ჯულიეტა, იმიტომ რომ გადაგეჭირ თემა სასიყვარული ტრაგედია. თემატიკა ყოველთვის იცვლება, თემატიკა შეიძლება გადამუშავდეს და ახლებური რეინტერპრეტაცია მოხდეს, მე გულისხმობ თემატიკურად და არა ის რომ რაღაცის კოპირება მოახდინოს. მეორე ნაწილში უკვე არა მხოლოდ ინტერკულტურულია და რასობრივი, არამედ უკვე ხდება ის, რომ თვითონ ინდიელთა კულტურული დაპირისპირება შორდება და მე რაც დავინახე თითქოს არის დიდი მსგავსება, ამას ვიტყოდი, რობაქიძესთან, გრიგორ რობაქიძის გულისხმობ და რადგან როგორც გრიგორ რობაქიძე წერს, იქ არის ერთი მომენტი, რომ გველმა ახალი ცხოვრება რომ დაიწყოს, ძველი ტყავი უნდა მოიშოროს და ჯეიმსიც ძველ ფორმას, უნიფორმას ამერიკულს იშორებს, ამ მენტალიტეტს, რაც ამერიკული თეთრი რასის უპირატესობა და მჩაგვრელობაა და ის თავს ინდავლებს, თუ შეიძლება ესე ითქვას და ხდება ინდიელი, ამერიკული, ნეიტივ ამერიკენი და აი ეს მომენტები მე პირადად ძალიან მომეწონა. ისევე როგორც აი ეს გარდასრულები, სულიერი ტრანსფორმაციები, ოჯახური თემატიკა, შვილთან გაუგებრობები,
და აი თავგათა შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენის ცდილობა და მე პირადად არ აღვიქვი რომ რაიმე კუთხით პოკახონტას გავდა ან არ გავდა შეიძლება მხოლოდ ერთადერთი თემით გავს რომ სასიყვარულო თემატიკა აქაც რა თქმა უნდა თუმცა სხვა მხრივ ბევრად სხვა თხრობის მანერა და სხვა სიუჟეტი ნულად ვიტყვი რომ ქეთა იყო ჩვენი წარჩინებული სტუდენტი და ეს ეთყობოდა მას აი თავიდანვე შევამჩნიე მე მას რომ აი რაღაცა განსაკუთრებული იყო და მე თანდათან რომ დავაკვირდით მართლა განსაკუთრებული გამოდგა როგორ მღერის როგორ ხატავს როგორ წერს ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით და ძალიან გვიყვარს